მოგესალმებით თვითფოსო მეგობრებო, დღეს გვინდა გესაუბროთ როგორც ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე პროცესებზე, ასევე ქვეყნის შექმნილ მდგომარეობაზე. უკრაინაში ომი გრძელდება, რაც რო გადის რუსეთი მით უფრო კარგავს ინიციატივას, მიუხედავად იმისა, რომ აქვს გარკვეული წინსვლა სახმელეთო ოპერაციებში, უკრაინის მომარაგება თანამედროვე დრონებით მოიტანა ის, რომ დღე არ გავა რუსეთის ტერიტორიაზე რაიმე მნიშვნელოვანი ობიექტის დაბომბვა არ მოხდეს და ეს უდიდესი პრობლემების წინაშე აყენებს რუსეთს. მეორე მხრივ ახლო აღმოსავლეთში დროებით ომი შეწყვეტილია, თუ არ ჩავთვლით ლიბანის მიმართულებით განვითარებულ სამხედრო შეტევებს ისრაელის მხრიდან, მაგრამ ეს მასშტაბებით შედარებით მცირეა იმ ომთან შედარებით, რაც რამოდენიმე კვირის წინ მიმდინარეობდა იქ, სადაც ამერიკაც იყო ჩართული და უშუალო კონფლიქტი მიდიოდა ირანთან. ეს პროცესები დროებით შეჩერებულია, მაგრამ როგორც ჩანს მართლაც დროებით ძალთა გადაჯგუფება ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ომი დამთავრებულია ახლო აღმოსავლეთში, ეს არნიშნავს იმას, რომ ეს მართლაც ასე არის, როგორც ვიცით, 60 დღიანი უფლება ჰქონდა პრეზიდენტს კონგრესის ნებართვის გარეშე წარმოებინა ეს სამხედრო ოპერაციები და ახლა ამის გამოცხადება, რომ დროებით გაჩერდა ეს ომი, აძლევს მას საშუალებას, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ კიდევ ორთვიანი ვადით განახორციელოს კონგრესის ნებართვის გარეშე სამხედრო ოპერაციები. საინტერესო მომენტი იყო, კონგრესში შედგა მოსმენა, წარდგა ამერიკის ომის მინისტრი, რომელმაც, როგორც ჩვევიათ, ბაქი-ბუქით აიკლო იქავრობა, რომ ამერიკის ლევან-მოსილმა არმიამ რა გააკეთა, როგორ გააკეთა, ჯერ კიდე ივნისშივე როგორ გაანადგურა ირანის სამხედრო პოტენციალი, როგორ გაანადგურა ბირთვული პოტენციალი და ბირთვული წარმოება, მაგრამ აქ ერთი კითხვა იბადება, თუ ეს მართლაც ასეა და ზაფხულშივე, ივნისშივე მოხდა ყველაფრის განადგურება, მაშინ რაღაც საჭირო იყო ახლა ომის დაწყება და მეორე. თუ ივნისში, როგორც ამბობენ, მართლაც მთელი ეს ბირთვული პროგრამები და ბირთვული ობიექტები გაუნადგურეს, მაშინ დღეს ტრამპის მოთხოვნა, რომ გამდიდრებული ურანი გადმომეცით, ეს რას ნიშნავს მაშინ, თუ აღარ აქვს მათ ის გამდიდრებული ურანი, რა უნდა გადაეცა, აღარ ქონია ხო ირანს გამდიდრებული ურანი, თუ ანუ საკუთარ ლაბირინთებში, აი სიცრუის ლაბირინთებში გაება თვითონ ტრამპის ადმინისტრაციას, თუ შევადარებთ ერთმანეთს, დაახლოებით ერთ პირობებშია ჩაყენებული ეს ორივე ზესახელმწიფო, ორივე ძალის გამოყენებით სცადა რაღაც პრობლემების გადაჭრა, დაიწყეს ომი, რომლის დამთავრება აღარ შეუძლიათ და არ იციან როგორ დაასრულა. დაახლოებით ერთ მდგომარეობაში ჩააყენა დრომ თუ რაღაც განვითარებულმა მოვლენება ეს ორივე ქვეყანა. ახლა ქვეყნის შიგნით რო შემოვიხედოთ, ამ ბოლო დროს გააქტიურდა ლაპარაკი და საუბრები სოციალურ თემებზე, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და სიტყვის თავისუფლება მიიღო პირობითად მაინც მოსახლეობამ, ჩვენ უამრავი გამოსვლების, უამრავი მიტინგების და აქციების მომსწრელი ვართ, მაგრამ საქართველოში სოციალური მოთხოვნებით აქციები არ გამართულა. თუ არ ჩავთვლით იმ პატარა-პატარა დაუშვათ ჭიათურაში მეშახტების გამოსვლას და რაღაც მცირე ჯგუფების აქტიურობას, სოციალურ თემებზე საქართველოში გამოსვლები თითქმის არ ყოფილა. ყოველთვის იყო ეს ეროვნული ჭრილში დანახული პრობლემებიდან გამომდინარე, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ სწორედ სოციალური პრობლემებია ის, რამაც ქვეყანა დაცალა ქართველებისგან, ის, რამაც წამგებიან დემოგრაფიულ პირობებში და მდგომარეობაში ჩაგვაყენა, იქიდან გამომდინარე, რომ აი ამ გაჭირვების, უმუშევრობის, საცხოვრებელი პირობების, არასათანადო საცხოვრებელი პირობების არ ქონის გამო, სწორედაც ახალგაზრდები ვერ ახერხებენ და ვერ ბედავენ ოჯახების შექმნას, თუ ოჯახები იქმნება,
ერთშვილიანი, ორშვილიანი მაქსიმუმ ოჯახები და ამ ყველაფერმა ერი მიიყვანა გადაშენებამდე. ამ თემებზე ვისაუბროთ კახა რა როგორ მე დროს შევხვდით. კი ბატონო, მიესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. რა ხდება გარეთ და რა ხდება შიგნით. უკვე იმდენი დრო გავიდა, იმდენად ღელვარია საგარეო მდგომარეობა. ყოველ წუთს, ყოველ წამს კი იცვლება, მაგრამ იმდენი დრო გავიდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო პოლიტიკური დაძაბულობის განსაკუთრებული გააქტიურების შემდეგ რომ ახლა შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთება. მთლიანობაში დიდი დასკვნების გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს, მაშინ ეს ყველაფერი დამთავრებული უნდა იყოს და უკვე სხვა დინება უნდა იყოს დაწყებული მსოფლიოში. ახლა მეორე მსოფლიო ომის შეჯამება, მსოფლიო ომი რო დამთავრდა, მერე მოხდა რა მთელი თავის შედეგები, თუმცა სრული სურათი და ობიექტური ანალიზი მთლიანობაში რა იყო, არც ერთ მოვლენას არ მისცემია. არც განსაკუთრებით ბოლო პერიოდზეა, საკაცობრიო ისტორიის ბოლო პერიოდზე, არც ისტორიოგრაფიაში, იმიტომ რომ ეს ცხელი პოლიტიკური თემებია და თავისებური ჭრილით შუქდება, ესე იგი მე ამით იმის თქმა მინდა, რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე რა თქმა უნდა ჩვენ არა გვაქვს პრეტენზია, ეს მომავლის საკითხია კიდევ, გავადრო და მომავალი თაობები უფრო ობიექტური თვალით შეხედავენ მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ის რაც ჩვენ უნდა დავინახოთ, რაც ყველაზე ცხადი და თვალნათლივია, უკვე საამისო მასალა წინ გვიდევს. ერთი რამ რაც ითქვა, ძირითადი ფორმულები, რაც ამ ჩვენ დროს, ჩვენ ჟამს, ამ უმნიშვნელოვანეს ეპოქას ეხება და რაც ქართულ ენაზეა გაცხადებული, რაც ცნობიერებაც გვაქვს მიღებული და მოწვილი არის ის, რომ ძველი ტრადიციული წესებით საკითხების გადაწყვეტა, ანუ ძალმომრეობითა და ომის საშუალებით, ესე იგი კაცის ყურის საშუალებით რო წყვეტდნენ საკითხებს იმპერიები, ძლავი ქვეყნები, ჩვენი ისტორია, ამ იმპერიათა ომის ისტორია, მსოფლიო ისტორია თუ ავიღეთ, აი ისეთ დროს აღმოჩნდით, იმ დროში გვიწევს ცხოვრება, როდესაც ძალით საკითხები არ წყდება, პრობლემები რაც არის და თუ კი ცდილობენ რომ ეს ძალმომრეობით და მოკლის გზით, განადგურების გზით გადაწყვიტონ, ჩიხური მდგომარეობა კიდევ უფრო ღრმავდება და კიდევ უფრო გადაუჭრელი ჩიხური მდგომარეობა მიიღება. აქ არაა ლაპარაკი პატარა სახელმწიფოებზე და პატარა ქვეყნების პატარა ჩანაფიქრებზე, აქაა ლაპარაკი სწორედ მსოფლიო მასშტაბის და მსოფლიო წონის პოლიტიკურ წრეებზე და ისეთ უძლიერეს ქვეყნებზე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც დასავლური პოლიტიკურ სამხედრო ბლოკია და მთლიანობაში რო ავიღოთ, მთელი მსოფლიო ჩიხურ მდგომარეობაშია შესული. ეს უკვე სახეზეა. ორივე მხარეს შეუძლია თავის გამარჯვებებზე ილაპარაკოს, როგორც მახლობელ აღმოსავლეთში, ასევე ჩრდილოეთში განვითარებული რუსეთ-უკრაინის ომს თუ მივიღებთ მხედველობაში, მაგრამ არის ფაქტები, რომელსაც წინ ვერ წაუვართ. საქმე იმაშია, რომ რაც რუსეთის ხელისუფალმა დასახა მიზნად, თითქმის არც ერთი მიზანი შესრულებული არ არის და 5 წელია გრძელდება ომი. და ეს ომი კიდევ უფრო მეტად სისხლიანი და გამანადგურებელი ხდება. სლავიანებისთვის და მართლმადიდებლებისთვის. აი, როგორ შეიძლება იყოს ცინიკური ამ დროს, მაგრამ მაინც დრუჟბის სახელწოდების ნავთობსადენში, ასე იგი რუსეთიდან რომ მიეწოდებოდა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იყო გაყვანილი აღმოსავლეთ ევროპაში. მეგობრობ ასეთ სახელდების ნავთობსადენში ნავთობს აწვდის რუსეთი მიიღებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ამ აღმოსავლეთ ევროპის ორმა ქვეყანამ მოხსნა ვეტო 90 მილიარდზე, რასაც ევროკავშირი უგზავნიდა ზელენსკის მთავრობას, რომელს თავის შეერაღება გაეძლიერებინა და ომში მოეგო. ესე იგი 90 მილიარდს მიიღებს, რუსეთის კმაყოფილია, რომ თავისი ნავთობი გავიდა და ფულს მიიღებს,
და ომის საწარმოებლად ვალუტა ექნება, რუსეთის ოლიგარქატი კმაყოფილია, ხალხზე ვერ ვიტყვით, როგორ იქნება რუსი ჯარისკაცი, რიგითი რუსი კმაყოფილი, ომის კიდევ უფრო გახანგრძლივებით. და იქით ამ მხარეს კმაყოფილია, რომ მიიღებს იმ 90 მილიარდ ევროს, ომი გაგრძელდება. გაგრძელდება სლავიანის მიერ სლავენის მოკლა, ეს მდგომარეობა მიიღო. რას დრო გადის, უფრო და უფრო შორადგილებში ურტყავს, უფრო და უფრო თამამი ხდება ევროპის წამყვანი ქვეყნების განცხადებები 2000 კილომეტრი და 2000 კილომეტრზე მეტი მანძილების გადალახვა უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს ამ უპილოტო საფრენი სამხედრო აპარატების. ესე იგი უფრო და უფრო სასტიკ ხასიათს იღებს ომი და დასასრული არ უჩანს, იმიტომ რომ დასახული მიზნებს ვერ ისრულებს. ახლა ამას თავისი მიზეზები აქვს, ხილული და უხილავი. ახლა ამის გარჩევას არ დავიწყებ თავისთავად. ევროპა იარაღს ისხავს უკვე. სულიერ მიზეზი ის არის, რომ ძალმომრეობის დრო დიახ, წავიდა. ეს არის არსებითი და ყველაზე მთავარი. მოვიდა მონანიების ურთიერთ სიყვარულის თუ გადარჩენებიდან. თუ არ გვინდა აგერ გზას სულიერი ახსნა ეს არის ახლა. ფიზიკურად რა როგორ ვილა შეცდომები დაუშვამდნენ, რა გამყიდველობა ჩაიდინა, რატო არ წავიდა. ეს უკვე დიდი განხილვის თემაა. ერთ ჩრდილოეთის მიმართულებით რო ვიმშელოთ და პარალელურად რა ხდება ახლა ნელ-ნელა 9 მილიარდიანი სივრცე ევროპა ნელ-ნელა გადაყავთ იარაღის ასხმის რეჟიმში. რას მოგვასწავლებს, არ ჭირდება ამას ჩვენი კომენტარი. რა მდგომარეობა გვაქვს მახლობელ აღმოსავლეთში. აქაც ჩიხური მდგომარეობა, თავისთავად ცხადია. ზემძლავრმა სახელმწიფომ მთელი რიგი არნახული პრეტენზიები წარმოაყენა. ალბათ ნაცისტურ, ფაშისტურ გერმანია შეშურდებოდა საწყისებში, რა თქმა უნდა, ისეთი გლობალური პრეტენზიები, რის წინაშეც მთელი მსოფლიო დააყენა ეგრეთ წოდებულმა ტრამპიზმმა, მსოფლიოს ბატონად უნდათ ყოველ შემთხვევაში, რომ მოულინონ და წარმოგიჩინოს, მაგრამ რა მოუვიდა ახლა ამ გიგანტს ირანთან სამხედრო შეჯახების დროს. ირანში მიმდინარე პროცესები არის ერთგვარად მსოფლიოს მხილებაც. რა მოხდა? ქვეყნის ხელმძღვანელობაზე უერაგესი თავდასხმა, რაც შუა საუკუნეებს ვერ ჩავთვლით ასეთ ბნელად, როგორც ზოგიერთებს უნდა წარმოსაყო, მაგრამ მაინც ახლა არის განვითარების ადრეული საფეხურები, სადაც ბარბაროსობა ვერ ვიტყვით, რომ ყოველთვის ნორმა იყო, მაგრამ ბარბაროსულ გამოხდომებს ჰქონდა ადგილი, მაგრამ შუა საუკუნეებშიც კი დიპლომატების და პირველი პირების მოსპობა არ ითვლებოდა ნორმად. და ეს ნორმატივი მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი ქვაკუთხედი ისე ჰქონდა გასიგრძეგანებული, რომ ვერაფრით წარმოვიდგენდით, რომ ამას დაარღვევდა დემოკრატიისა და ცივილიზაციის მამა წოდებული სახელმწიფო. პირველი დაარღვევდა და მოახდენდა სამშვიდობო მოლაპარაკების დროს არ აქვს მნიშვნელობა ეს ქვეყანა როგორი არის, ხელმძღვანელობაზე ბარბაროსულ თავდასხმას. თან აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ როგორც თვითონვე ამტკიცებს და ასეც იყო, ამხელა ტექნოლოგიურ სამხედრო უპირატესობის მქონე ქვეყანას საერთოდაც არ უნდა დაჭირვებოდა ესეთი მსაკრული, ვერაგული, რაღაც მიპარვითი თავდასხმა. ისედაც შეეძლო გასწორებოდა, ხო? თუ მაინც და მაინც გადაწყვეტილი ქონდა. კი, ეგ კი ბატონო, მაგრამ მე მინდა მორალურ მხარეს შევეხო აქ. ის წესრიგი, რაც საყოველთაოდ მისაღები იყო. მე სწორად მორალურ მხარეზე მივანიშნებ, რომ ანუ აი ამ მზაკრობის და ვერაგობის ჩადენა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. თუ არა შენ თვითონ შიგნით თუ არა გაქვს ბუნებაში. კი, გასაგებია, თუმცა ცოტა ხნის წინ ეპშტეინის ფაილები გამოვიდა მსოფლიოს რა მართავს. მსოფლიოს ხეცის ცნობიერება მართავს მსოფლიოს და ამისი მასალებიც გვინდა არ გვინდა დრო მოვიდა და გამოვიდა მსოფლიოს საზოგადოებრივების წინაშე. მაგრამ აქ რისი ხაზგასმამით, აი დანარჩენები რანი ვართ.
როგორი იყო გამოხმაურება მსოფლიო საზოგადოებრიობის. მაშინ სახარებისეული ქრისტეს მიერი ნათქვამი გვახსენდება და უნდა გაგვახსენდეს, რომ ან ცივი ყავი, ან ცხელი ნელთბილს გადმოგაფურთხებ ჩემი ბაგეთგანო. მსოფლიო თანამეგობრობას ვერ დავარქვით, საზოგადოებრიობა რამდენი ქვეყანა, რამდენი სახელმწიფოა, რამდენი წრია განათლების და ასე შემდეგ რა, ამ ხელა მსოფლიოში როგორი იყო გამოხმაურება. ვერაგულთავდა ხმას. ყოველგვარი კანონი, ყოველგვარი სამართალის დარღვევას, ბავშვების დახოცვას, ბოდიში არ მოუხდიათ, არ უთქვიათ, რომ შეცდომა მოგვივიდა, არ უთქვიათ, პრინციპულად არ უთქვიათ. ჯერ მანამდე როგორი იყო გამოხმაურება, მანამდე გრენლანდია მინდა, კანადა მინდა, მონროს დოქტრინით ეს სამხრეთ ამერიკა ჩემია და აქ ცხვირავინა არ შემოყოს ისაკუთრებს, მექსიკაც მინდა, ვენესუელა მინდა რა, როგორი იყო გამოხმაურება სოფლიო საზოგადოებრიობისა და ეს რითი დაგვირგვინდა? ეს სოფლიო საზოგადოებრიობის ნერთბილობიდან იყო გამომდინარე, რომელსაც უფალი რას ეუბნება ამ ნერთბილს. აქ მე სხვა მორალურ ხარაზე მაქვს ლაპარაკი. აქ ჩვენ ვინა ვართ? ის მხეცის როლსა, მას მხეცის როლი ერგო. ეს უნდა ყოფილიყო და არის კიდევაც. ეს იმიტომ, რომ შენ გამოიცადო, შენ რა ხარ ამ დროს. ამას მინდა მე. ყველაფერი ვიცით რა, და რატო ვართ გაყუჩებული, რას ველოდებით? ნერთბილობით გონია, რომ ფონს გავართ, არა. რა გვაჩვენა ამ დროს ირანმა? ირანმა გვაჩვენა, რომ თუ შეუპოვარი იქნები და თავდადებული იქნები და საკუთარს დაიცავ, საკუთარ წმენას, საკუთარ სამშობლოს, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს დაიცავ, როცა ასე უსამართლოდ გექცევიან, მაშინ შენ შეიძლება ეს უზარმაზარი მონსტრიც კი დაატორტმანო და გააჩერო. ირანის ხელმძღვანელობა ნებისმიერ ქვეყანაში, მით უმეტეს კაპიტალიზმის პირობებში, არ არსებობს ეროვნული კონსოლიდაცია. იქ მუდმივი განხეთქილებაა. იმიტომ რომ იქ არის მდიდარი, ზედმეტად გადამცხარი და ასე შემდეგ. ამ თემაზე მოგვიანებით შევეხებით ჩვენ შიგნით, რა თქმა უნდა. მაგრამ ამ ვერაგულმა თავდასხმამ მოახდინა კონსოლიდაცია და ირანმა წინ დააყენა სულიერი მხარე და ამით გაიმარჯვა. ჯერჯერობით მე არ ვიცი მომავალში რა იქნება, როგორ იქნება, მაგრამ ჯერჯერობით უკომპრომისობა აჩვენა და აჩვენა თავდადება აჩვენა. რომ ხელმძღვანელობა მზადა იცის, ხელმძღვანელობა შეგნებული აქვს, რომ მას ფიზიკურად მოსპობენ, შეიძლება მოსპონ. ამზადებს თავის შემცვლელს. ისი ანაწილებს საჭირო ინფრასტრუქტურა, სამხედრო იქნება თუ ეკონომიკურ, ამ ძლიერ დარტყმას გაუძლოს. თვითონ იცის, რომ რიგითი ჯარისკაცის შვებედი გაზიარებული, ისე კი არა, რომ ზურგში ზის და იქიდან განაგებს და მხოლოდ ჯარისკაცები და მხოლოდ ოფიცრები იღუპებიან და ასე შემდეგ. მე კაპიტულაციაზე მშვიდობიანად დარბაზში ხელს მოაწერს თუ არ ასე არა, რომ ბრძოლის წინა ხაზი ამას ეგუება. ირანის ხელისუფლება და მსოფლიო საჩვენა თავდადება, თავგანწირვა. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოვიდა ის, რომ ცივილიზაცია სხვალე დილით ვერ არიხილავ და გავაქროფო. ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ ამ კაცსა რა დაიჯერებო, მაგრამ ეს არის მსოფლიოში ჯერჯერობით უძლიერესი ქვეყნის პირველი პირი. და როცა პირველი პირი ამ სიტყვებს ამბობს, არ შეიძლება რომ ამან არ შეგაშფოთოს, არ დაგაფიქროს. მთელ ინფრასტრუქტურას გაგინადგურებთ. მთელი ახალგაზრდობა, ქალები, ბავშვები გამოვიდნენ და ხიდებზე დაადგნენ. აი ეს აჩვენა ირანმა. და ირანმა აჩვენა ის, რომ სიონისტური გეგმები ჯერჯერობით ჩავარდა. ვერ შეძლეს დასახული მიზნების შესრულება. ოფიციალური მიზნები რა იყო? ხელისუფლების ლიკვიდაცია, თავიანთი სასარგებლო ხელისუფალის მოყვარა, ანდაც უბრალოდ ირანის ნაწილ-ნაწილ დაშლა. ეს უფრო რეალისტური იყო. ეს ვერ განხორციელდა, იმიტომ რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა მოხდა კონსოლიდაცია საზოგადოების. ეს ერთ საკითხი. ანუ ვერც ირანის სპარსეთის ყურეში გაბატონება ვერ შეძლო, პირიქით სამხედრო ინფრასტრუქტურა გაუნადგურა ირანს. და რაც ყველაზე მთავარია, მესამე ტაძრის აშენებისათვის საჭირო პირობა ვერ შექმნეს.
მართალია ის მის ხმები, რომ ერთ-ერთმა რაბინმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მოდი ჩვენ თვითონ დავარტყათ ბოლა ალაქსის ტაძარს, დავაბრალოთ ირანს, იმიტომ რომ ირანი ხომ მაინც გვესვრის რაკეტებს. ეს შეიტანს განხეთქილებას ისლამურ სამყაროში, ვიტყვით, რომ აი ირანმა დაბომბა და ირანმა დააფეთქა ეგ თქვენი მესამე რანგის სიწმინდე, ესე იგი მესამე ტაძარი რო ააგონ, ეს უნდა დაინგრას, არა ეს თავზია, ხო? და შექმნილი იყო ისეთი მდგომარეობა, რომ წამყვანი ისლამური სახელმწიფო დაეშალათ, მასვე დაბრალებოდა სიწმინდის განადგურება და დაეწყოთ მესამე ტაძრის აღდგენა. ეს ვერ ხერხდება, არ ხერხდება. ვერ ხერხდება ჰეზბოლას ნეიტრალიზაცია პირიქით. უზარმაზარი სამხედრო ტექნიკის და ცოცხალი ძალის დანაკარგი განიცადეს. ვერც ერთი დასახული მიზნები ვერ შეასრულა ისრაელმა და ამერიკა ბახლობელ აღმოსავლეთში. და ჩიხური მდგომარეობა, ეხლა რა ქნან აღარ იციან, როგორ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. ირანი ამ შემთხვევაში გამარჯვებული გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი მსხვერპლი გაიგო. ჯერჯერობით არ იყიდება, ჯერჯერობით ყარდა. ხვალე რა იქნება, არ ვიცით, მაგრამ აი ეს გვაჩვენა, ესე იგი, მახლობელმა აღმოსავლეთმა გვაჩვენა ჩვენი სულიერი დაცემაც. სოფლიო საზოგადოებრივობის. არ უნდა ვეგუებოდეთ იმას, ისი შეგვებას არ შეიძლება. თუ იქ შევეგუებით, ხვალე თითოულის თავზე დატრიალდება. მაშინ ჩვენ მონობას ვაწერთ ხელს, მონამორჩილობაზე ვაწერთ ხელს, რაც თითოეულ ქვეყანას საბოლოო ჯამში ძალიან ძვირი დაუჯდება. რა ნაბიჯები გადადგა ამ საგარეო მიმართულებით ჩვენმა ხელისუფლებამ. იმდენად არა თანაზომადია ამჟამინდელი ადმინისტრაციის მოქმედება, რომ ყველაზე ახლო მოკავშირეებიც კი მოიფრთხო. ევროპა ეთიშება. ნუ იქ აქვს ლონდონს რაღაც მცდელობები, ეგ მეფის გაგზავნა და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ ერთიანი ფრონტის ხაზი არ დგებიან. ამ დროს ყველა ერიდება. სერიოზული ძალები ერიდებიან. რას აკეთებს საქართველო? პირობითად აღიარებული ეს ევროპული ღირებულებები სრულ შეუსაბამობაშია იმასთან, რასაც ამერიკა და ისრაელი აკეთებს, ხო? ჯერ პირველი უკმაყოფილება, რაც გამოიწვია თვითონ მოსახლეობაში, აქციები წამოვიდა, რასაც ღაზის სექტორში ისრაელი ჩადიოდა, ხო? როგორც ამბობენ, ახლა არ ვიცი, მაგისი დათვრა ზუსტად გაჭირდება, მაგრამ 70,000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეა დაუღბილი და აქედან 18,000-ზე მეტი მარტო ბავშვი არის. 14 წლიანი ბავშვი. და იძულებული არიან რაღაც ყოველ შემთხვევაში იმ დონეზე მაინც გაემიჯნონ, რომ თანამონაწილედ არ ფიქსირდებოდნენ ამ ყველაფერში. კი, ამას აქვს თავისი ღრმა მიზეზები, რატო და როგორ, რატო გაიყარნენ. ეხლა ამაზე რომ არ ვიმსჯელოთ, შორს ვარ წაგვივიდეს მშელობა და არ გავგვეფანტოს აზრი, არ არის თანხმიერება და ცდილობენ გაემიჯნენ, სწორედ თუნდაც ზედაპირზე ამოსული აი მონაცემებიდან გამომდინარე. ამ დროს რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება? ტრამპ ტაუერის მშენებლობას იწყებს. ეგ ჩვენებისთვის მთავარი არის, რომ ვიღაცამ უთხარს, რომ მოდი რა, კარგი შენ იყავი. არა აქ ზნეობრივ მხარეს, არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. ტრამპ ტაუერის მშენებლობა ისე შევახსენებ, ზოგადად ვამბობ. ძალიან ძვირი შეიძლება დაუჯდეს საქართველოს სახელმწიფოს მთლიანად. იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხს უკავშირდება. და რამდენადაც მსოფლიოში იცვლება ძალთა ბალანსი, იმდენად სამხარეზე გადახრა და ტრამპ ტაუერი იმდენად ძვირი დაჯდება საქართველოსთვის. ცეცხლთან თამაშს თავი დაანება და სკამების გულიზე ნუ ყიდიან ყველაფერს. აი ეს მლიქნელური ნაბიჯი მახსენებს ზელენსკის ხელისუფლების ნაბიჯს, რომ დონბასის რაღაც ნაწილს უნდათ დონალდ ტრამპის რაღაც სახელი. კი, ტრამპის სახელი უწოდო, დაახლოებით მგზავსი რაღაცაა. ერთნაირი ლაქიაობაა და აი ამაშიც ვიცდებით რა, რისი ღირსი ვარ ჩვენ. ვართ ბოროტების გზის დამგდები, ვართ ღირსეული ცხოვრების ღირსი. თუ ტრამპის ღირსი ვარ, თუ მართლა რიგში ჩადგომის რიგში ვდგევართ, თურმე წინა რიგებშიც გვინდა გადავხდეთ.
და აი ზელენსკის დონეზე დავალთ ახლა ტრამპის სახელობისას ცათამბჯენს თუ ავაშენებთ საქართველოს მისი მფარველობის კალთა დაეფარება. ზელენსკიც ასე მსჯელობს, თუ კი ტრამპის სახელს დაარქმევს დონბასის გარკვეულ ტერიტორიას, ტრამპი არ დაუშვებს იმას, რომ ის რუსეთმა წაიღოს და ესეთი პრივიტივიზმამდეა დაყვანილი ეს და ახლა რას მოგვიტანს ეს პრივიტივიზმი ასეთ გართულებულ ვითარებაში, ესეც მე მგონი დიდი მსჯელობის საკითხი არ უნდა იყოს. გარეთ ასეთი მდგომარეობაა, რომ ირანმა ჩვენი სოფლიოს სულიერი მდგომარეობა გარეთ გამოიტანა. ჩვენ ელთბილები გვამხილა, ირანმა გვამხილა ფაქტობრივად. მათ უჩვენეს თავდადება, რწმენისთვის თვითშეწირვა, პოზიციების აირონული უსაფრთხოების და შემდეგ პოზიციების არ დათმობა და იგი ფეხს ედგა და ერთ-ერთი ღირსეული მაგალითია მართლა უშველებენ მოსტს შეეჭიდა. ხო და დანარჩენებმა რა გავაკეთე? დანარჩენებმა ბოდიში და ამბორისთვის ადგილები დავიკავეთ. ხო, აი ეს არის პოლიტიკური მეძავეობა. დანარჩენები აი მეძავეობის რიგში ჩავდებით. ახლა რუსეთი ვაჭრობს და ვაჭრობა ძალიან ძვირი მჯდება, აქაც იგივე პრინციპი მუშაობს, ანთბილი ყავე აცხელი, ნელთბილი მდგომარე, ჯერ ერთი საერთოდ პოლიტიკური თვალსაზრისით ნელთბილი მდგომარეობიდან გამომდინარეა ის რაც მან მოხდა და იმიტომ რომ არ გამოკვეთა, არ გაავლო ის ეგრეთ წოდებული წითელი ხაზები თავიდანვე, გაურკვეველი და ბუნდოვანი გახადა, რას აპირებდა რუსეთის ხელისუფლებაში მოკარათებული კასტის ეს ორმაგი თამაში. ძველი უჯდება რუსეთის სახელმწიფოებრიობას და რიგით რუსებს. აქედან გამომდინარე გარკვეულწილად სხვა ხმებიც ისმის უკვე და ძალიან ხმამაღლა რუსეთში უკვე ესეა, რომ ოლიგარქი ხარ, ესე იგი უკვე რუსეთის მოვალეო ხარ. რუსეთის სახელმწიფოებრიობის მტერი ხარ. ოლიგარქია, სადმე, ესე იგი ის თავისი ეროვნული ქვეყნის, რომელსაც წარმოადგენს, იმ ქვეყნის ეროვნული ინტერესების ბოწი და აპტეკია და ასე შემდეგ. ჩვენთანაც გამოჩნდა გარკვეული გადაცემები, როდესაც მსოფლიოში მიმდინარე ამ ნეგატიურ პროცესებს ხსნიან სწორედ მიმართულებით, რასაც ქვია კაპიტალიზმი. კაპიტალიზმი იწევს არის ამ წინააღმდეგობების საფუძველი არის კაპიტალიზმი და სისტემა კრიზისშია შესული და თავისთავად ცხადია მიზეზი კაპიტალიზმშია და აქედან გამომდინარე არც ერთი კრიზისი ბოლომდე გადაწყვეტილად არ ითვლება და ვერ ხდება ისე რომ კრიზისები მართლაც დაიძინოს და გადაწყდეს. ამას ღრმა მიზეზები გააჩნია და ფორმაციაში ჩადებული. რა მდგომარეობა გვაქვს გარდა იმისა, რომ თქვათ ხელისუფლებას ასეთი საგარეო პოლიტიკური კურსი აქვს არჩეული, ისევ ევროპაზე ლოცვა და ევროპაში ინტეგრაცია და ისევ ტრამპის ცათამბჯენების აშენება. ნუ რა ხდება? ბოლო დროს ჯერ ერთი ყველა ხელისუფალის საქართველოში და არა მარტო საქართველოში ამ სისტემის პირობებში ასეა რომ უნდა გასწიო დემაგოგია. ასიმეტრიული გადანაწილება კაპიტალიზმი, კერძო მესაკუთრის, ანუ მდიდრისა არის, მდიდარი, რაც შეიძლება ბევრის დაგროვება, პრობლემა არ არის, არავითარი შეზღუდვა აქ არ არსებობს, ამიტომაა რომ ცხოვრება ძვირდება, გადასახადები ძვირდება, იმიტომ რომ ბიუჯეტში რომ მიდის, ის ბიუჯეტი სხვებზე ნაწილდება, არა იმას თავისი მჭამელი ყავს. ასე შემდეგ, კაპიტალიზმის პირობებში ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, ქვეყანაში მოსახლეობა მეტნაკლებად კარგად იცხოვრებს, თუ კი ეს ქვეყანა თავისი ორჯერ ან სამჯერ დიდ სხვა ქვეყანას უწევს ექსპლუატაციას, კოლონიურ ძარცვას როცა ეწევა. ამ შემთხვევაში დოვლათი იყრის თავს მოცემულ ქვეყანაში და იქ კარგი ცხოვრების პირობებია. ამ მიზეზით იყო ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე მდიდარი და კარგად მაცხოვრებელი, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როცა ევროპა თავისთავად გაანადგურა უსაშილესი ომით, ამერიკა მაშინ სამოთხისებურად ცხოვრობდა, იმიტომ რომ კონკურენტები არ იყო და ყველაფერი ჩავარდნილი იყო. ამავე მიზეზიდან გამომდინარე ევროკავშირი იყო კარგად მაცხოვრებელი, იმიტომ რომ ევროკავშირს ჰქონდა იაფი ნედლეული ჯერ საბჭოთა კავშირიდან და შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრციდან და რუსეთიდან, ეს ერთი, შემდეგ
ევროპის ყოფილ იმპერიალისტურ ქვეყნებს თავიანთ კოლონიებში შენარჩუნებული ჰქონდათ კარგი საძოვრები, პოსტკოლონიური რეჟიმის ძარცვა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს კიდეც და არ იყო კაპიტალისტურ მსოფლიო ბაზარში შემოსული კონკურენტად ჩინური საქონელი და ჩინეთი. ახლა როცა დაკარგა ევროპამაც უკვე ეს იაფი ნედლეული რუსეთიდან, როდესაც ჩინეთი გაჩნდა, აქ უკვე ჭყლეტვა მიდის და უკვე როგორ არის რომ აღარ არის ევროპაში ისეთი კარგი ცხოვრება, სხვებს ვეღარ ძარცვავს, ამიტომ იქ უკვე საპენსიო ასაკი იზრდება, გადასახადები იზრდება, აგერ უკვე აბჯარი უნდა ჩააცვან, რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში კაპიტალიზმის დროს ასე დროს რას იზავს ის მდიდარი რიგით ადამიანს ჩააცმეს შესაბამის სამხედრო ამუნიციას და გაუშვეს ბრძოლის ველზე. მაგალითად ახლა ერთადერთი გამოსავალი არის რუსეთი წააქციო, მის სიმდიდრეები ჩაიგდო და სიცოცხლე გაიხანგრძლო. ამიტომ ახლა ის პროპაგანდა რომ აი რუსეთი უკრაინის მერე ევროპას დაესხმება თავს და ამას იზავს და იმის იზავს. ეს არის საკუთარი მოსახლეობის შემზადება, რომ აომონ და მოამზადონ მოსახლეობა რუსეთს ისე ხო ვერ დაავარცხებ თუ არ ეომნ, ხო? და აი ამისთვის მიდის მზადება. სამხედრო რელსებზე ხდება გადაწყობა მთელი ევროპული აი მრეწველობა და ყველაფერი უნდა გადაიტანონ ამ სამხედრო წარმოების საკითხები მოაგვარო. ამერიკამ ამ შემთხვევაში როგორც უკვე წარმავალმა ზესახელმწიფომ მაინც მოახერხა ბოლო-ლუკმად ისევე ევროპას დაუწყო ჯიჯვნა რა. იაფასიან ნედლეულზე ხელი ააღებინა, ენერგეტიკაზე ხელი ააღებინა, თვითონ ძვირად დაიწყო გაყიდვა გაზის, თავისი პროდუქციის და ასე შემდეგ, მაგრამ ესე იგი ეს არის გველი, ეს არის სისტემა გველი, რომელიც საკუთარ კუდს ყლაპავს და ნელ-ნელა ისეთ ორგანოებსაც ჩაყლაპავს, რომელიც ამ გველის სიკვდილს გამოიწვევს. ეს არის ბოლო ჟამის ამბები. ნუ რა მდგომარეობა გვაქვს? კაპიტალიზმის პირობებში თუ ქვეყანა ანუ ოლიგარქთა კრებული სხვა დიდ სივრცეებს ვერ ძარცვავს, მაშინ საიდან უნდა დააგროვოს თავის საოლიგარქო სიმდიდრეები საკი ქვეყნიდან, სადაც ის არის. აქედან გამომდინარე, რა ხდება საქართველოში? საქართველო ხო არ არის რომ სხვებს ძარცვავდეს, პირიქით საქართველო არის პოსტკოლონიური რეჟიმში ჩაყენებული ქვეყანა, ვართ იაფი ნედლეულის წყარო, გასხვისებული გვაქვს როგორ ვთქვა, სტრატეგიული ობიექტები, სხვები იღებენ ამ სტრატეგიული ობიექტებიდან შემოსავლას, ეს არის პორტები, ეს არის მსხვილი ენერგო კაშხალები და ასე შემდეგ, ეს გასხვისებული გვაქვს. და რას აკეთებს ოლიგარქატი დანარჩენ მიმართულებით, საიდან უნდა იშოვოს ეს პული? შოულობს რიგითი ქართველისგან, აქ მაცხოვრებელი ჩვენი თანამოქალაქის ჯიპისგან. ამიტომ არის გაძვირებული ცხოვრება, რატო არის ფასები აწეული სამოყვარებლო საკვებზე პირველ რიგში და დანარჩენ ყველაფერზე. და რატო არ ასწევთ ფასებს? იმიტომ რომ რა ზღუდავს? ფასები თავისუფალია და რა ზღუდავს? რა ვერ მორიგდებიან 50 შემომტანი ვერ მორიგდება ერთმანეთში, რომ რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღონ. ნუ მოგების მიგების სხვადასხვა საშუალებები არსებობს. კიდევ ვიმეორებ, ან სხვებს უნდა ძარცვავდეთ და ეს არ არის პირიქით საქართველოა. არსებობს კიდეც კადრები PSP-ს ფუძნებელი ჟურნალისტი უზის და საუბრობენ როგორ დაიწყო. $3,000 დაიწყო. და აღარ მახსოვს სამწუხაროდ რაღაც მოკლე პერიოდში $3,000 $300,000 გადაუცეთ ეს ჟურნალისტი ეკითხება რომ ახლა ამ საუბარს ისმენს ჩვენ მსმენელიო და თქვენ უკაკულ დისკომფორტს არ გიქნით თუ ესო ეგო არ მაინტერესებს. რა თქმა უნდა არ აინტერესებს. იმიტომ რომ კაპიტალიზმი წარმოქმნის კლასებად ყოფს საზოგადოებას და გამდიდრების გზაზე დამდგარი ადამიანთა კრებული, რომელიც ბიზნესის და მოგების თვალსაზრისით უყურებს ერთს ქვეყანას, საზოგადოებას, ხო? ის სხვა კატეგორიაში გადადის, სხვა კლასში გადადის და მისი ინტერესები სულ სხვა არის და დანარჩენი ერის და უბრალო ხალხის ინტერესები სრულიად სხვა, განსხვავებულია. ასე ფენებად იყოფა და ეს ამას უყურებს როგორც ძარცვის ობიექტს. რატომ ხდება ინფლაცია? რატომ ხდება ეტაპობრივად მუდმივად გაძვირება და უკან რატო არ იხევენ ფასები? იმიტომ რომ უფრო ბევრი ფული სამოგების საშუალებები მოიპოვეს. მზვერავები ყავთ გაშვებული, როგორც კი დაატყობენ რომ ხალხი ადამიანი ისაა რომ რაღაცას აგროვებს მთელი თავის შრომით, რა ცხოვრობს. როგორც კი
შენიშნავენ, ხო, ამას ცოტა მეტის გადახდა კიდევ შეუძლია, მოუმატებენ დეზეფას, მოუმატებენ გაზეფას, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ფორმალური ორგანიზაცია მესაკუთრე ფირმების ჩამოყალიბებით, რომ ვითომ მე პირდაპირ კი არ ვყიდულობ, მე ამისგან ვიყიდე, იმასგან იყიდა და ასე შემდეგ და ეს შუალედური რგოლების თავიანთივე გაკეთებული, ამით ხდება ფულის ამოქაჩვა დაბლიდან. საქართველოს ვერ ძარცვავს აფრიკის ქვეყნებს, საქართველოში ჩვენმა ოლიგარქია უნდა ამოქაჩოს ჩვენიდან. ხო, ეს ქმნის ჯოჯოხეთურ პირობებს და ამ დროს საზღვრები ღიაა. და რა ხდება? კერძო სექტორი ცალკე ქაჩავს ფულს. სახელმწიფო ბერკეტებით ცალკე იქნება ამოქაჩვა. აი მე მახსოვს 99-90 წელსში ნათელში იყო თავბატონო თამასიძიძემ ესეთის დაწერა ლოზუნგების ქვეყანა ეს ეხებოდა საბჭოთა კავშირს. სადაც გახსოვთ რომ ყველა კედელზე, ყველა ხიდზე სლავა კაპაესეს და რაღაცები ეწერა ამ დაგვარი და აი მას ეხებოდა ლოზუნგების ქვეყანა. დღევანდე საქართველოს თავისუფლად შეიძლება დავარქოთ ჯარიმების ქვეყანა. დიახ. ჯერ ყველაფერზე ჯარიმა, თან ყოველ წელს ეს ჯარიმები თანდათან უფრო იწევს ზევით და ძვირდება. და მოსახლეობამ საიდან ეს მოიტანოს ეს ფული? გაძვირებული ფასები პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, ყველაფერზე, სამომხმარებლო ნივთებზე და ასე შემდეგ და პლუს დაამატე რომ ყველაფერზე ჯარიმა, რაღაც პატარა შეგეშალა, სადღაც ისე არ გააჩერი როგორც საჭიროა და თუ მეასწარე და მანქანა საერთოდ არ წაიყვანეს იქიდან და მე თვაგი არ გაგიხდა გადასახდე ეს სხვათების დაწვრილმანება არ მინდოდა, მაგრამ ეს ყოველდღიურობა რაც თქვი რომ ქართველების შეზღუდვა ხდება, რაც იწვევს მე საქართველოსთან გაქცევას. ან ვინც რჩება აქ არ აქვს პირობები რომ შვილები იყოლიოს და გაზარდოს. ეს შინია. პროექტ შვილზე მეტი რომ იყოლიოს. ამას მიყავს ბოლო-ბოლო ერი განადგურებამდე და გაჩანაგებამდე. პრემიერი გამოვიდა დეკემბერში და ეს რა ყოფილაო კაცო, ჩვენთან ძვირია ფასები ევროპაზეო. კომისია შექმნა შემსწავლელი და რაღაც უნდა დაერეგულირებინა თუ. ახლა მთელი ეს პროპაგანდისტური მანქანა ამუშავეს, იმედის არხმა აჩვენა რომ თურმე პირიქით ევროპაში უფრო ძვირია. დააჩვენებენ დახლებზე რომ დევს დაუშვათ იგივე ხორცი ან სხვადასხვა პროდუქტები და ფასები აწერია ევროებში. მაგრამ ეს აფიორა გაიშიფრა, იმიტომ რომ იქ წონებიც არის მითითებული. და თუ იქ 700 გრამიანი ღირს რაღაცა ფასი, ხო? აქ შედარებულია 250 გრამიანთან. 300 გრამიანთან და ამაში ცდილობენ მოსახლეობის მოტყუბრობა. იმაზე ხმას არ იღებენ, რომ რა პენსიები, რა ხელფასებია იქ და რა პენსიები და ხელფასები ყიდველობით უნარიანობა. საქართველოს მოსახლეობისა როგორია იმათთან შედარება? რა თქმა უნდა, ევროპას აქვს უძლიერესი წარმოება მიუხედავად მთელი ჩავარდნებისა, რაზე საუბარი ჩვენ ახლა ჯერ ინერცია მოდის. უზარმაზარი ინერცია გააჩნია და ამათი თქმით, ესე იგი გამოდის, რომ ჩვენ ევროპაზე უკეთესი მდგომარეობა ქონია და მას ხალხი აქედან იქ რატო გარბის რა, ეს არის ძალიან ღია თვალებში ნაცრის შეყრა და ამ პირობებში საქართველოში როგორც იქნა გაძლიერდა სოციალურ საკითხებზეც საუბარი. და აგერ ერთ-ერთი ახალგაზრდული წარმომადგენლობა ალტინფოს ახალგაზრდები ამ ნიადაგზე საპროტესტო აქციაზე ეძახიან. როგორ უნდა შევხედოთ და რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ამ შემთხვევაში? ნუ გასაგებია რომ ჩვენ გვაქვს ორი მიზანია ამ შემთხვევაში ეროვნული თანხმობის დარბას, ამიტომაც არსებობს ეს ორგანიზაცია რომ ჩვენ შევტანხმდით უძირითადესზე საქართველოს საკაცობრიო სულიერი მისიის აღსრულებაზე და თუ ამას ახლა ამ ეტაპზე ვერ ვახერხებთ, რომ მიწაწყალი მაინც არ გაიყიდოს და რაღაცით შევაჩეროთ. თუმცა ნუ არსებობდა და ნუ ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ეს ერთდროულად და სწრაფად გადაიდგას ნაბიჯი და თუ ერთდროულად და სწრაფად არ იდგმება ამ მიმართულებით ნაბიჯი, მაშინ ჩვენი აზრით პროცესი იგებს ძალიან გაწელი, ძალიან ტანჯველ, ძალიან სარისკო და ძალიან რთულ ხასიათს და სახეს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უნდა მოემზადოთ იმ ახლისთვის, რაზეც ლაპარაკია. ფორმაციული ცვლილებაზე და ფორმაციული ცვლილება სწორედ იმას ნიშნავს ბევრ ამასთან ერთად
ნიშნავს იმას, რომ პური არსობისა ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ეხლა ჩვენთან როგორ იყო? საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეროვნული მოძრაობა წინ წამოიწია და ასე ითქვა, რომ იცი რა, ჩვენ კარაქზე და ყველზე და პურზე არ გავყიდით დამოუკიდებლობას. მოვითმეთ, დავითმეთ, რომ დამოუკიდებლობა დავიმკვიდროთ. ეს კავშირები თუ გაგვიწყდა, რაც ინფორმაციის დროს იყო აწყობილი კავშირები, ახალი ჯერ არაა ჩამოყალიბებული, ამიტომ მოვითმეთ. უკან არ ვიბრუნდებით. ასეთი იყო განწყობა. ოფიციალურიც და მაგრამ ეს განწყობა იყოს როგორც შენ თქვი, ოღონდ ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, თვითყოფადი და ერი განთავისუფლდეს დიქტატისგან და მოვითმეთ. იქ არავის არ უთქვია, რომ ჩვენ ამ ყველაფერს მოვითმეთ იმისთვის, რომ ცალკეული ოლიგარქები გამდიდრდნენ და გამილიარდერდნენ. კი. შემდეგ როგორ იყო, რომ დასავლეთმა მოგვცა ბრძანება, რეკომენდაციები, როგორ უნდა მოქცეულიყავით, შოკური თერაპია უნდა ჩაგვეტარებინა ყველაფრის პრივატიზირება და შემდეგ პირდებოდნენ, რომ აი ამას რომ გააკეთებთ და როგორც ევროპაა დაწინაურებული და მაღლა ამოსული, თქვენც ასე მაღლა ამოიწევთ. ამის ლოდინში გაგვატარებინეს. კიდე მოდი გავიჭიროთ. ეხლა რასაც გვეუბნებენ ის შევასრულოთ. არა უჭირს, გვიჭირს, გშია, არ გვაწვია წესიურად, გავიჭიროთ, გავადრო და მე ასე თუ ისე რა წამოვიწევ წინ და ჩვენც ჩავდგებით ჩვეულებრივ რეჟიმში. არ მოხდა არც ეს. და იმის მერე გავიდა 35 წელი, სულ ამ ლოდინში ვართ. და რა მივიდა ჯარიმების ქვეყანა, ბანკირების ქვეყანა, შუამავალ გადამყიდველების ქვეყანა და რიგითი ქართველისთვის, რიგითი თანამოქალაქისთვის გაუსაძლისი პირობა. კარები გახსნილია, ყველაზე ცუდია უცხოელების ჩამოსასახლებლად გამზადებული ქვეყანა. კი, კარები ღია და სიდუხჭირით შეწუხებული ადამიანი თვითონ მიდის და იაფად ემსახურება იქ სხვას გარეთ, სადაც უფრო ძლიერი ეკონომიკური ცენტრია შექმნილი. ესე იგი, ქართველი და ჩვენი თანამოქალაქე გადაიქცა იაფასიან მუშახელად მათთვის, იქ გარეთ გავიდა და გარეთ ხარჯავს თავის შრომით, თავის გონებრივ, თავის ფიზიკურ ენერგიას. მის ძლიერებას ახმარს, რომ თავი გადაიჩინოს, აქ იმდენად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. აქ ერთი მუჭა ოლიგარქი ამ სიდუხჭირით სარგებლობს და ფულს აკეთებს ჩვენზე და მის ნამუშევარზეც, იმიტომ რომ ის იქ როა წასული, აქ ოჯახს ინახავს და აქ მიწას მოწყვეტილი სოფელ დაშლილი ქვეყანა ოლიგარქებს ბაზარზე დადებული აქვს და ამაშიც ფულს აკეთებენ. ეს მდგომარეობა. და რა არის ახლა ბოლო დროს რასახე გამოვლინდა გამაძღარი დევს თავის სტუდიაში ნახევრად წამოწოლილი და რუსულ ჟარგონს ხმარობს ბავშვს შია წამალი არ აქვს ეს რა დიშოვკაა ანუ ეს რა იაფასიანი საკითხებია თუ ვიღაც წუხ საქართველოში რომ ბავშვისთვის შესაბამისი საკვები არ არის შესაბამისი მედიკამენტი არ არის გაძვირდა ეს გვაძვირდა სიდუხჭირია და გაუსაძლისი პირობებია თურმე ეს ყოფილა იაფასიანი ეს არის ტიპიური კაპიტალიზმის შედეგი გამაძღარი გადამთხეული წამოწოლილი პროპაგანდის ინდუსტრიის კოლოფში ლაყბობით და თქლებს ბოდიში თქლებს ათქლებინებენ და სხვა კასტაა უკვე სხვა სამყაროშია და აქეთ ზიზღით იყურება რიგითი ადამიანი ეს არის კაპიტალიზმის მახასიათებელი ეს არ არის მარტო ოცნების თვისება ეს არის კაპიტალიზმის სისტემის ფორმაციის თვისება მშობელს რომ აწუხებს ის რომ ბავშვისთვის წამალი არა აქვს და ეშინია რომ არ დაეღუპოს არ მოუკვდეს და თურმე ეს დიშოვკა ყოფილა აი ოლიგარქატისთვის რაც გამჟღავნდა მათი რუპორის პირით მათი დამოკიდებულება გამჟღავნდა მათი რუპორის სოფლიო ჩემპიონატისთვის აქ სტადიონები რო აშენდება და ულტრამდიდრები და ეს ხალხი რო აირევა და რო ჩამოვლენ და ფულები რო ჩაიდება და ეს სიკეთე უნდა დაატრიალდეს კაცო საქართველოში ეს ქალაქები ხომ უნდა აშენდეს და შენდება და იყიდება აგერ ახლა რუსებს მიადგნენ და იქიდან ომიდან წამოსულებს და ეს ბანკები ახლა იპოთეკურ სესხებს იმათ სტენიან რომ ოღონდეს აშენებული კორპუსები გაყიდონ და ფული აკეთონ და ეს 3 მილიარდიანი მოგება არ დაკარგოს ბანკირმა
უკვე ისე გატყავდა და გაუბედურდა ჩვენი მაცხოვრებელი, რომ იმ ჰიპოთეკას ვეღარ ეჭიდება. ეხლა დამატებითი საკვები უნდათ, ახლა იმათ ეპორციალებიან, ეხლა ეს სტადიონი, უბრალოდ ელიტა ჩვენ გრიალებთ და ვერ ხედავთ, რომ უნდა ვიგრიალოთ კიდე და ვის ჭირდება შენი ბავშვი და შენი სიძულეებზე ლაპარაკი, თქვენ უბადროკებო და უბედურებო. აი ეს ელიტა მივიღეთ ამ მოთმინებით და პური არსობისა ეს სიცოცხლე რა არის, ძალიან მარტივად ვთქვა, სულისა და ხორცის ერთობა, სიცოცხლე ეგ არის, თუ კი სული ხორცს გაეყრებ, ეს სიკვდილია. როცა ხორცი იმდენად დაკნინდება, რომ მას სოკვები აღარ ექნება, თავისთავად ეს სიკვდილს ნიშნავს. ხო, და რომ არ მოკვდეს, თავის გადასარჩენად გადის გარეთ, ძირითადად ეს ესია. გარეთ გავგვიოთ. ეს პირობებია შექმნილი ამ კაპიტალიზმის ყველაზე მახინჯი, ყველაზე შავბნელი ფორმით, რაც საქართველოშია დანერგილი. კიდევ ვიმეორებ, იმიტომაა ეს აქ დანერგილი, რომ ჯერ ერთი ძალიან ძვირფასი ტერიტორია და სწრაფადაა საჭირო მყიდველმა ეს მიისაკუთროს, განქართველობა აუცილებელია. დაჩქარებული წესით არის შემუშავებული ეს ყველაფერი, ქართულება ცხოვრების რო წახვიდე და ეს ერთი და მეორე კიდე ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველო არ არის დამპყრობელი ქვეყანა. თვითონ არის სხვის უღელქვეს მოქცეული და სხვის უღელს ზედემატება ჩვენი ოლიგარქის უღელიც. ეს არის მომაკვდინებელი უკვე რიგითი მაცხოვრებლისთვის და ასე გეომეტრიული პროგრესით იცლება და იკარგება ქართული გენი მსოფლიოსთვის. ეს დიდი დანაკარგია ცივილიზაციის, ჭეშმარიტ ცივილიზაციისთვის დიდი დანაკარგია. რას აღარ გაუძელით, მაგრამ აი ამ გლობალიზაციას ვეღარ უძლებთ უკვე ჩვენ. ჩვენ ამ ტაშფანდურში ხელისუფალის ამ უბადროგ დებატებსა და უბადროგ პროპაგანდის პირობებში გვეკარგება და ვიკარგებით და აი ამ ფონზე კი ბატონო, ჩვენ გამოსვლები გვაქვს ხოლმე დამოუკიდებლობის მოთხოვნით, სულიერი მოთხოვნებით, მაგალითად ოჯახის სიწმინდის დაცვით, მიზნით, დაკრძალვაში პომპეზურად ვიღებთ მონაწილეობას, სულიერი ლიდერის დაკრძალვაში, რატომაც არა, რა? ხო, სამართლიანობის, თავშად სასამართლო, რაღაც ისე ვერ განსაჯა და ამის გამო, იმის გამო, ოჯახის სიწმინდის კი ბატონო, მაგრამ ოჯახის სიწმინდე, მაგრამ ოჯახი თუ მშიერი და უწამლოთ და ჩასაცმელი დარჩება და იმით ამოგიწყდება, ეს სიწმინდე ოჯახებიც ოჯახის სიწმინდე კაია, მაგრამ დაიშალა ოჯახები. იძულებულია რომ ან ქმარი წავიდეს, რომ აქ ცოლ-შვილი შეინახოს, ან დედა წავიდეს, ცოლი წავიდეს, რომ აქ ქმარ-შვილი შეინახოს. ამიტომ პური არსობისა რისთვისაც საჭიროა ეროვნული ეკონომიკის ჩამოყალიბება და ფორმაციული რანგის ცვლილებების ჩატარება და ეროვნული საკუთრების გამოცხადება და ერის საკუთრებაში უკან დაბრუნება იმ რესურსის, რომელი რესურსზე საქართველოს უნდა შექმნას ის ეკონომიკური დოვლათი, რომელიც თითოეულ ოჯახს გაამაგრებს, დაამაგრებს და ღირსეულად აცხოვრებს, ეს რესურსი სრულად გააჩნია საქართველოს ბუნებრივი მოცემულობიდან გამომდინარე. პური არსობისა დღეს არის ერთ-ერთი უპირველესი, სწორედ პური არსობისა გამოგვაცალეს პირველ რიგში. ეს დაგვინგრიეს. თითქოს ტაძრებს ხელს არ ახლებენ. თითქოს ეკლესიის მფარველიც კია არსებული ხელისუფლება. პური არსობისა გამოგაცალა სისტემა, ფორმაცია. მიიღე ერთი მუჭა ოლიგარქი გამძღარი, რომელსაც ჩვენ ეჯავრები, ის თავის სტადიონებზე და რაღაცა ღრუბლებზე ფიქრობს და შენი გაგონებაც არ უნდა რომ ბავშვი ამ ჟიერია და ის არა აქვს და ეს არა აქვს. ამიტომ ამ თემის შემოსვლა და ახალი ფორმაცია რა არის, პური არსობის აუცილებელზე აუცილებელია. და რა არის ახლა რევოლუციური ექსპროპრიაციის გზით კი არა ახლა ამას წავარდნოთ, ალტერნატივა უნდა შექმნას სახელმწიფო. მაგრამ მე სახელმწიფო მოხელეს თავზე რომ არ დაგაჯდეს, ამიტომ ჭეშმარიტი სფერული მართვის ფორმაა დასანერგი. აი რო ვერ ესმით, თითქოს ვერ ესმით რაშია ახალი ფორმაციის არის. ალტერნატივა, კერძოს პრიმატი აქამდე მიგვიყვანს, გვანადგურებს. მას სახელმწიფო ჩვენ რა ინსტრუმენტი გვაქვს, ჩვენ გვაქვს ყველაზე კარგი ინსტრუმენტი, ყველაზე აპრობირებული, რამაც ცივილიზაცია შექმნა, ეს სახელმწიფოა. ქართული სახელმწიფო. და შექმნას ალტერნატივა, ეკონომიკური ალტერნატიული ხაზი. მაგრამ სახელმწიფოს მოხელე ჩინოვნიკი რომ არ იქცეს ელიტარულ ოლიგარქად, მაშინ საჭიროა უკვე სისტემა იყოს ჭეშმარიტად დემოკრატიული,
ანუ სფერული, ახალი ტერმინი შემოგვაქვს. სფერული. ასეთი ურთიერთ კომბინაციით, ურთიერთ პირამიდული სანაცვლოდ. ხო, ურთიერთ კონკურენციით ლაგამი უნდა ამოედოს კერძოთა თარეს, საერთოდ უნდა აილაგნოს და გაჩერდეს მევახშეთა თარეში ეს სათამაშო ბიზნესის და ანუ ადამიანის დაავადება და ძარცვა რაც ვიგიდა ეს უნდა გაჩერდეს და აი ასე პური არსობისა უნდა გადაწყდეს ეს თუ არ გადაწყდება არაფერი არ გადაწყდება ვერ გადავრჩევით ამიტომ ამ მიმართულებით როცა ჩდება პოლიტიკური ორგანიზაცია რომელსაც აქ პოლიტიკური პრეტენზია ესე იგი ქვეყნის მართვის საკითხებში ჩაფრის და ჩართვის პრეტენზია გააჩნია როცა აი ამ სოციალური მიზეზითაც ეძახის საზოგადოებას გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ კაცო გავაპროტესტოთ ეს აყრდენია აზერბაიჯანულ მოსახლეობაში ახლა ინტერნეტში შეხვდა ეს მასალა გამოვიდნენ და იქ აპროტესტებენ რომ გამბედაობა სამოქალაქო მოქალაქეობრივი გამბედაობა აზერბაიჯანულ მოსახლეობას ჩვენ თანამოქალაქე თანამოძმეებს ღარ შერჩათ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე ქართველი იმდენადაა გაპარტახებული და განადგურებული და ნიადაგ გამოცდილი რაც არ უნდა გვიყონო რაც არ უნდა გადაგვიარო იქ ვენახსე და დაირეგისტრირო და ეს არ არის წვრილმანი მაგრამ ეხლა ამის დრო არ არის ეგეთ დიდი განხილვისაგან იგივე მეციტროსეობას რას უშლებდნენ დასავლეთ საქართველოში მეხილეობას რას უშლებდნენ და საერთოდ რა ხდება რა არავინ გამოსო ხმისამოღები ნუ იქ შახტიორებზე რა ამბები იყო და არა ეს არა თითქოს ისე გამოყავთ რომ ქართველი ამ საკითხებს არ ეხება ან მოგვარებული გვაქვს ეს საკითხები ან არა და მხოლოდ მაღალ სულიერ საკითხებზე გამოვდივართ გარეთ არა პური არსობისა თუ არა ისე ვერ ვიარსებთ ამიტომ ჩვენ ამგვარი ინიციატივებს მივესალმებით დიახ უნდა მოეთხოვოთ პასუხი თუმცა ყველამ უნდა იცოდეს რომ ეს სიდუხჭირე რასაც ჩვენ უყურებთ ჩვენი ქვეყნის მაგალითზე არის შედეგი არსებული ფორმაციისა და შედეგებთან ბრძოლა თუ მიზეზს არ შევცვლით შედეგს არ მოგცემს მაგრამ პირველი ნაბიჯები მაინც უნდა გადავდოთ ენა მაინც უნდა გავიტეხინოთ რომ ამდენ ჯარიმას რომ ადებ ფაქტიურად ბეგარას რომ ადებ ნადირ-შახს და შახ-აბას არ დაუდე ესეთი ბეგარა როგორც ეხლა იბეგრება თითოეული ქართველი და თითოეული მცირე მეწარმე ვინც რაიმეს აკეთებს კიდევ აქ თუ კი ვინმე შემორჩა ამაზე ხმა გვაქვს ამოსაღები და რატო ხდება ეს გაძვირება რატო ხდება ჯარიმების მომენტები ჯარიმებით ისება ბიუჯეტი ესე იგი ეს ელიტა ერთი მუჭა ოლიგარქატი თავისუფლი ნაქირავი მენეჯერები მხოლოდ იმ სქემებს ამუშავებენ რამდენად არის შესაძლებელი კიდევ უფრო მეტი ქონების სამოქაჩო დაბლიდან რომ იმ სოფლი ოლიგარქიაც გავთანაბრდეს და დიდი წვეულებები რომ ტარდება ერთად შეძლონ დასხდნენ ჩაიდალიონან ნუ ყავან ეპშტეინი მოინახულობდნენ კერძო თვითმფრინავებით გაინავარდონ იახტებით ერთად ერთ მეორეს გაეჯიბრონ ამ სიმდიდრით და ქონების გადამთხვევით დიახ და ეს სურათი გვაქვს ასე რომ ვნახოთ ეს რა შედეგებს მოგვიტანს ჩვენ არ თვლით რომ ეს არის საზიანო და პირიქით კარგი პროცესია რა არის სოციალური საკითხი სოციალური საკითხი ეს არის იგივე ეროვნული საკითხი ეროვნული ეკონომიკის ჩამოყალიბება ეს არის ერის გადარჩენისათვის გადადგმული ნაბიჯები ამიტომ როდესაც ვამბობთ რომ აი ეს ჭეშმარიტი ეროვნულები კიდე სადღაც ცალკე ვართ სად უნდა ვიყოთ ეს ჭეშმარიტი ეროვნულები აი იქ უნდა ვიყოთ რომ თხოვდეთ ხელისუფლებას დიახ უნდა თხოვდეთ რატომ არის ესე გაძვირებული და ასე შემდეგ ბოლოს და ბოლოს მივალთ რა თქმა უნდა ეტაპობრივად იქამდე რომ ბოლოს და ბოლოს მაინც ძვირი იქნება შენთან იმიტომ რომ შენ შემოტანილი გაქვს 80% საკვების შემოტანილი და მთელი საქართველოს მეორადებით დავდივართ დაწყებული ტანისამოსით მანქანებით და ასე შემდეგ
ჩვენ აი ყველაზე დაბალ იმაზე ვარ ჩაშეგულები. კარგია ეს წამოწდება ამ ახალგაზრდების 10 მაისს 6 საათზე იწვევენ. სხვა ჯგუფებიც არის, სხვა ინტერნეტ გადაცემებიც უკვე თვალში გვხვდება, სადაც ანალიზი მიმდინარეობს სწორედ კაპიტალიზმის დანახვის ჭრილით. ეს კარგია, იმიტომ რომ ხო, ეს კაპიტალიზმია მოძველებული და ესა გვაქვს შესაძლებელი. დიდი ხანია შესაძლებელი იყო, მაგრამ ძალიან გაუხანგრძლივდა რაღაც. უფლის მოწოდებაც ეგაა, დააგდესო ბოროტების გზა და ბოროტების გზა გვაქვს დასაგდები პოლიტიკურად, სახელმწიფოებრივად. ეხლა როცა ვამბობთ ამას, ჩვენი ცნობიერებით ძველი მიმართებით ბოროტების გზა გაიგება რაღაც რელიგიურად. ხანდახან ადამიანი იბნევა და რა აქვს ნაშვილო, წავიდე და კვერცხები შევღვებო თუ რა უყო თუ სამთელი დავათო. რელიგიაში გადა. რელიგიას ეს სხვა თემაა, სხვა ის არის. სახელმწიფოებრივად გვაქვს. რა არის ბოროტებისთვის დაგდება? კაპიტალიზმი უნდა შეცვალო და იმ სოციალურ უთანასწორობაზე უნდა ილაპარაკო, ისე ვერ მოხდება. ეს უნდა გაიცნობიერო. უნდა გაგიჩნდეს ამაზეც პროტესტის გრძნობა. სოციალური, ანუ ეროვნული ეკონომიკის შენებლობა უნდა მოითხოვო. ეს ცნობიერება რა არის? როცა ეროვნული ცნობიერება რა არის? როცა ეს განიხილავ როგორც ჩემ ოჯახს, ოჯახში როგორ იქცევ მამა, როგორ იქცევ ოჯახის წევრი. აი ერი შენთვის ეს შენ დიდი ოჯახია და ერთი მეორეს ჩაბრა და ასიმეტრიული გადანაწილება და ასე ეს მხოლოდ მიუღებელი და იყო სამართლიანობა რა. ხო, და იყოს ოჯახის სიწმინდესთან ერთად, რელიგიის რწმენის შენარჩუნებასთან ერთად. აუცილებელია საარსებო საშუალებების პური არსობისა, ფიზიკური პური არსობისა, საერო ხელისუფალის პირდაპირი მოვალეობა ფიზიკური პური არსობისა მოაგვაროს. სულიერი პური არსობისა უნდა აგვაროს და მოაგვაროს სულიერმა სფერომ, სასულიერო სფერომ და ფიზიკური ხორციელი, რომელშიც სულია, ეს საერო ხელისუფალის მოსაგვარებელია. კაპიტალიზმის პირობებში ვალდებულებები ჩამოიხსნა. ერის წინაშეს ვალდებულებები მოიხსნა. ერთადერთი ვის წინაშეც ვალდებული არიან, არის ის მართველი კასტა, ფულიანი დიახ, ფულისა და მოიყვანა ხელისუფლებაში. რომლებიც აფინანსებენ მათ არჩევნებს, მათ ასე ვთქვათ, აი პოლიტიკურ საქმიანობას. ხო. საინტერესო ის არის, რომ ვინც დღეს აი ამ ოლიგარქატის და ხელისუფლების პროპაგანდისტად გვევლინება და ამართლებს მათ ყველა ამ საქმიანობას და მოსახლეობის სრულიად სამართლიან გულისწყრომას და მოთხოვნას აი ფასებზე, სოციალურ პრობლემებზე, რუსული ჟარგონით დიშოკად მოიხსენიებს. ყველას გვახსოვს, რომ ეს პიროვნება რითი შემოვიდა ქართულ საზოგადოებაში, რითი გახდა ცნობილი, რითი მოიპოვა პოპულარობა. მისი პირველი ის იყო სიმღერა, რითაც წარდგა ის მოსახლეობის წინაშე, საზოგადოების წინაშე სირცხვილია, როცა ხალხში შიმშილია. და თურმე დღეს ეს შიმშილი და ამ შიმშილზე ხმის ამოღება აღარ ყოფილა სირცხვილი სიმშილი და სირცხვილი პირიქით ყოფილა თუხმას ამოიღება. კი, ესეთი გასაოცარ გარდასახვის სინამდვილის წინაშე დავარ. სინამდვილეში რა ხდება? მე რა თქმა უნდა ეხლა არ ვაპირებ მედიკოსებს და იმათ ჭვას დავარიგო და არც ყველასთვის ცნობილი ეს ამბავი, რომ ადამიანის ორგანიზმი ნორმალურად ფუნქციონიროს, ჭირდება გარკვეული ტიპის იმ პროდუქტები, კალორიები, ცილა, პროტეინი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა პროდუქციას აქვს თავისი პროდუქტს, აქვს თავისი კვებითი ღირებულება. და რა არის ორგანიზმის აუცილებელი ეს დიეტოლოგებმა და ეს უფრო კვებითი სპეციალისტებმა უფრო კარგად იციან, მაგრამ ეს ზოგადად რაც ყველასთვის არის ცნობილი, მე იმ თემაზე ვლაპარაკობ. და როდესაც ვლაპარაკობთ ამაზე, ეს თითქოს ეს მართლაც ვიღაცა სიაფასიანი მათ შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ არ არის იაფასიანი, იმიტომ რომ ადამიანების ჯანმრთელობა განსაკუთრებით ბავშვები რომ ნორმალურად გაიზარდნენ, ჯანმრთელები გაიზარდნენ, შესაბამისი გონებრივი ფიზიკური უნარების ადამიანებად ჩამოყალიბდნენ, აუცილებელი რაც არის იმათ უნდა მიიღონ ის, ხო? ის უნდა მიიღონ იმ კვებითი პროდუქტებიდან.
და როდესაც ხელმოკლე ცხოვრობენ ოჯახები და არა აქვს საშუალება რომ ბავშვს აჭამოს შესაბამისად როგორც ეკუთვნის. უფროსებზე აღარ ვლაპარაკობ. ეს აღარ არის უბრალოდ, ეს გენოციდია. ეს არის მიზანმიმართული. ჩვენ არაფერს ვამბობთ იმ შემოტანილი პროდუქციის ხარისხს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უკვე სხვა საუბრის თემაა. კი, ამაზე მოკლედ მაშინ ეს რაღაც უარყოფითი იმიტომ გახდა საჭირო რომ ჩვენ ბოლო იძულებული გავხდით რომ სოციალურ თემებზე წამოგვეღო ხმა და დავილაპარაკე, იმიტომ რომ აღარ არის ეს მარტო მხოლოდ სოციალური პრობლემა. ეს ეროვნული პრობლემაა. ეროვნული ტრაგედია. გასაგები მიზეზების გამო რაც უკვე საუბრის დასაწყისშიც თქვი. ესაა პრობლემა იმის რომ ქვეყანა იცება. აღარ ედგომება ქართულს საქართველოში. დიახ. მე მგონი ბოლოსკენ უნდა წავიდეთ. დღეს ალბათ უკვე დროა დავასრულოთ. დავამშვიდობოთ ჩვენს მენელს, მადლობა მოუხადოთ ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო. ვალოთ.